მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. დღეს 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, დღე რომელიც ეძღვნება უსაზღვრო სიყვარულს, ზრუნვასა და თავდადებას. ამ განსაკუთრებულ დღეს ვულოცავთ ყველა დედას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სითბოსა და მშვიდობას. არაფერი გადასარჩენი არ სჭირს იმედს და პოზიტივს. არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში. არც ქვეყანაა გადასარჩენი, არც ტელეკომპანიებია გადასარჩენი. ყველაფერი არის ძალიან კარგად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არ ჩამოიშლება არაფერი, არც მედიის თავისუფლება, არც მეწარმოების თავისუფლება, არც ერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ შემიძლია მოვუწოდა უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს თანამშრომლուն ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არც ერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება. მე ყველას უპირდები, რომ არაფერი ამ ქვეყანაში არ ჩამოიშლება. არც მედიის თავისუფლება, არც მეწარმოების თავისუფლება, არც ერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ. განაცხადა ირაკლი ყობახიძემ. ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. ირანი იქნება თუ ისრაელი სამძიმარს ვუცხადებთ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა ჩართულ სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ დიპლომატიური საშუალებები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. რეგიონში მიმდინარე წარმოუდგენელი არეულობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ირანი იქნება თუ ისრაელი სამძიმარს ვუცხადებთ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. დიდი დანაკარგი ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც არის. სამხედრო ჩარევის მასშტაბი წარმოუდგენლად დიდია. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის დეესკალაციას ვემხრობით დიპლომატიური არხების საშუალებით, რადგან ომი და სამხედრო დაპირისპირება გამოსავალი არ არის. ყველა ჩართულ სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ დიპლომატიური საშუალებები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, განაცხადა წილოსანმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა. როგორც პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ტელეფონით ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს. გამოხატე გულწრფელი სოლიდარობა და იმედი გამოვთქვი, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. ასევე აღნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, აღნიშნავს პრემიერი. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ საზოგადოებას დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის იმედისა და პოსტ ტივის დასანქცირების საკითხზე პარტიის განცხადება გააცნო. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შეფასებით დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. მოტივი დისკრედიტებული ცოცხალ მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯის ცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო. ეს არის კიდევ ერთი ილუსტრაცია და ამავდროულად ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით საქართველოს ბედს არა ქართული ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს, მიიჩნევს მმართველი პარტია. რუსეთი ყველა ფრონტზე აგებს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამაზე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი ძველ მოკავშირეებს კარგავს, მათ შორის ახლა ირანსაც. რუსეთი ყველა ფრონტზე აგებს, ვერ ახერხებს უკრაინაში გამარჯვებას, ვერ ახერხებს ცალმხრივი მშვიდობის დაწესებას, კარგავს ძველ მოკავშირეებს, სირიას, სომხეთს და ახლა ირანსაც, წერს ზურაბიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1999 წელს დაბადებული լ.ა. ბათუმში დააკავეს. უწყების ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით 1997 წელს დაბადებულ მ.მ.-ს კუთვნილ თანხას 123,800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ო. და լ.ა. ბრალდებულების სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილის ბ-ქვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულია ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეორე ნაწილის დ და მესამე ნაწილის
აქვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით ირანის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად 555 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის თავდასხმის შედეგად გოგონების სკოლაში სულ მცირე 165 ადამიანი დაიღუპა. ამასთან ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ ისრაელში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. ირანის თავდასხმას 9 ადამიანი ქალაქ ბეით შემესში ემსხვერპლა, სადაც რაკეტა თავშესაფარს მოხვდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა. გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულიმ განაცხადა. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ გერმანია დაიცავს თავის ჯარისკაცებს, რომლებიც იორდანიასა და ერაყში მულტინაციონალურ სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი, თუ მათზე თავდასხმა განხორციელდება. ფედერალურ ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილეობის განზრახვა არ აქვს, ჩვენ არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები, განაცხადა მინისტრმა. ჰეზბოლას გენერალური მდივანი ნაიმ ქასემი ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნეა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჰეზბოლას მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად იქნა მიღებული. ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის ისრაელზე თავდასხმისთვის, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ჰეზბოლამ გასულ ღამეს ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. საპასუხოდ ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ბაჰრეინის ქალაქ სალმანში მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევებმა უცხო ქვეყნის გემზე ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 2 მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ბაჰრეინის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ხანძარი ამჟამად სრულად ჩამქრალია. ბაჰრეინში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ბაზაზე ირანის სარაკეტო თავდასხმა ადრეც განხორციელდა. როიტერსის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანდა, რომ ბაზის თავზე კვამლის დიდი ღრუბლები ადიოდა. ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის განცხადებით ახლო აღმოსავლეთის მომავალი ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ომზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ჩვენ ისტორიულ მომენტში ვართ, როდესაც ახლო აღმოსავლეთის მომავალი ამ ოპერაციის წარმატებაზეა დამოკიდებული, განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა. მან ისლამური რესპუბლიკას ბოროტების იმპერია უწოდა, რომელსაც რუკიდან ისრაელის გაქრობა სურს. მისი თქმით, ირანმა ისრაელზე თავდასხმა დედამიწის ყველა კუთხიდან სცადა. ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომელსაც ვუზიარებთ როგორც ბრიტანელ მოკავშირეებს, ასევე ყველა სხვა მოკავშირეებს გსურს დავწმუნდეთ, რომ რეგიონში ნამდვილი ცვლილებები იქნება, განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.